სახელთა მამისათა და ძისთა და შუნშეთმიდისათა. ეკლესიამ დაადგინა დიდმარხვის წინ აი ამ კვირას ხსენება ადამის განდევნის 64-დან. წინა კვირა იყო ხსენება სამჟავროთა ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე და ეხლა განდევნა ადამის 64-დან. ვინ განდევნა ადამის 64-დან? ღმერთი სიყვარულია. 64-დან ადამიანს როგორ გამოაგდებს? ეს წარმოუდგენელია. მაგრამ ადამმა არა მარტო ცოდვა ჩაედინა, არამედ როცა იქნა მხილებული თავის მართლება დაიწყო და გადაბრალება სხვაზე. კი არ ინანა, შენდობა კი არ ითხოვა. და როგორ და რატო მოხდა მისი დაცემა? ბიბლია ცხადად გეუბნება მას. და მსგავსად ადამისა ჩვენს მერე ცხოვრებაში ვეცემით, იმიტომ რომ ადამიანის შვილები ვართ, მისი მოდგმა ვართ. იგი კი, ყველა მიცით, რომ იქ ევამ შეიყვანა შეცდომაშიო. ადამასო ეს თქვა, დედაკაციო შენ მომეცი მე, მან მომცა და მე ვჭამეო. მე რა შორში ვარო? შენ და დედაკაცია. ამიტომ გამოვარდა სასუფევრად. ღმერთმა კი არ გამოაგდო. უსამართლობის გამო თვითონ ვეღარ დარჩა იქ, სადაც სამართალი სუფევდა. და გამოვარდა იქიდან. ამიტომ ევაც ასე, ევას უთხრა შენ რა ქენიო და გველმა მითხრა და მე ვჭამეო. გველი ხო შენი ქმნილება არისო. შენ ხო ფერკეთად შექმნენია. აი მიზეზი რატო დავკარგეთ ჩვენ 64. როცა ცოდვაში ვარდებით და არ ნანობთ. და მე სხვას ვაბრალებთ. ეხლა იმის ბრალია, ეხლა ამის ბრალია, ეხლა ჯანმრთელობის ბრალიაო. იქ ექიმა ესე თქვაო, იქ თავრობამ ესე თქვაო, იქ კინოში ესე ვნახეო, იქ გამიგია რომ ვიღაც მდელმა სადღაც როდესღაც რაღაცა ვინ მდელმა როდის სად არა აქვს მნიშვნელობა. თავის მართლება. და აი ამიტომ აღმოჩნდა ადამის და ევას მდგომარეობაში რომ ვეღარ გაძლეს 64-ში ყოფნა და გამოვარდნენ იქიდან თვითონ. და ბიბლიაში წერია ასე რომ ჯერ გაიყვანაო და მერე გააძევაო. და ორი მოქმედება არის. გაიყვანა, გზა უჩვენა. წადი ახლა იქ იღვაწე. და განდევნა უკვე თვითონ რომ მაინც ვერ ჩერდებოდა და რა ექნა არ იცოდა. უფალმა გაიყვანა. აი ფართოა ქვეყანა. დაამუშავე მიწა და მიწის ნაყოფით იყავი ის გასაზრდოებს შენ. თუმცა შენი შრომის ნაყოფიერი არ იქნებაო. ეკალსა და ვარს ამოგიცენებსო შენო. ეკალსა და ნარს ესე იგი შენ რო კარგსალთან დათესავ 10 იმდენი სარეველა ამოვა. ამით უნდა ვისწავლო ჩვენ მოვლა რის კეთილი თესლის დათესილის. ხა უფალი იმ სცენარისტის ზრუნავს თუ ადამიანისთვის უპირველეს ყოვლისა. მოუარი იმ კეთილ თესლს რომ შენშია დათესილი და მოარიდე იმას სარეველა რომ თუ ხვათ ამ ქვეყანაზე შემოდის შენში და ითესება. აი ეს იღვაწეო. და მაგალითად სიმბოლოდ მოგცა რომ აი ეს მიწა დაამუშავეო და ოფლითო შენითა სჭამდე პურსა შენსაო. ანუ ეს სულიერი მოღვაწეობა ადამიანისა
დიდ ოფლის ვრას ითხოვს მისგან. დიდ შრომას და ღვაწ შინაგან სულიერს. როცა გარშემო სულ ტრიალებს თელ ატმოსფეროს ავსია გამართლებით ყველანაირი ცოდვის. ყველანაირი ცოდვის გამართლება. აი ეხლა უყურებთ ხოლმე ფილმებს ალბათ. ვინ გაექცევა მაგას დღეს? თუნდაც თვალს მოკრავს სადღაც და იქ კაცი კაცს კლავს. და ისე ატყობილი რომ ვინც კლავს, კეთილი არის. კეთილშობილი კაცია. ვისაც კლავენ ის არამზადა არის. გამართლებული კაცის კლა თურმე. ეხლა იქ აღმოჩნდება ვიღაცა აი ეს რაღაცა აბრევიატურის საზოგადოება, ABVGD რაღაცა საზოგადოება რო არის, იქიდან ყველაზე კეთილშობილი, ყველაზე პატიოსანი არის. ნახე თურმე ესეთები ყველაზე პატიოსნები არიან და აი წესი ადამიანები, ისინი არა, ისინი ბოროტები არიან, ისინი მზაკვრები არიან და ნახეთ როგორი პროპაგანდა მიდის. თქვენ წარმოდით ეს ეხლა კი არ დაწყებულა. მე-19 საუკუნეში, უფრო ადრეც. ესეთი პერსონაჟები შემოგთავაზეს ჩვენ მანონ ლესკო ან მარგარიტა გოტიე. იქ იმ რომანებში მოყვანილია. ის მეძავი იყო, მაგრამ კეთილშობილი მეძავი იყო. აი პატიოსანი ქალი, არ იყო კარგი. რა საკვირველია. არის შემთხვევები, როდესაც იმ დაცემულ სამყაროში არის მართლა კეთილშობილი და მუზეუმის მდგომარეობაში კი უნდა გამოვიდეს და ვერ გამოდის. ამას ვერანაირ გამორიცხავს. მაგრამ ერთის გამართლება ყველასი და დადანაშაულება იმას, ვინც წესსა და პატიოსთან ცხოვრობს და ის გამოიყვანა როგორც უღირსი ადამიანი. ეს უკვე იდეოლოგია. იგივე მე-19 საუკუნეში ხდება თქვენ ნახავთ ესეთი პერსონაჟი სონია მარმელადაო დოსტოევსკისთან. კი, უდიდესი კეთილშობილი ადამიანია და იძულებით გავიდა, მაგრამ რამდენი ესე არ არის. მეტომ თვითონ მოვლენა არის დაცემის მაჩვენებელი და მოვლენა არ არის მისაღები. ადამიანი კი უნდა შეიცოდო. მაგრამ იმის გამო რომ ის ადამიანი გეცოდება სხვა განკითხვის საბაბად გამოიყენო, ეს არის დანაშაული. და ეს დანაშაული თანდათან შემოვიდა მხატვრულ თეატრში, ფილმებში და უკვე ზომბირება ხდება მოსახლეობის, რომ თურმე ცოტა არ ყოფილა. ერთხელ რაღაც ქონდა საუბარი და ახსენეთ ლიბერალები თუ ლიბერალისტები ვეღარ გაიგებინ არიან. ფრანგულად ლიბერასიონი მათი გაზეთია, ლიბერასიონი ლიბერალისტია ესე იგი და მაგრამ არ მოწოთ ეს ლიბერალი ურჩენიათ, იყოს ლიბერალი იყოს. მაგრამ ქონდა საუბარი და რო თქვი რომ ლიბერალებმა ქრისტიანობიდან რაღაცა რამდენიმე ზნეობრივი პრინციპი ისესხესა და ამას წინ წარმოაჩენ რომ თვითო კარგები არიან. შემოწიოდა ერთი ეს ლიბერალი და მეუბნა, ესე იგი ლიბერალობა და ქრისტიანობა კარგად არიან ერთმანეთთან. არ მეთქე, არ მეთქია მეთქე. როგორ შეიძლება იყოს როცა 10 მცნება გეუბნება, არა იმუშურა თქვენ მრუშობას ამართლებთ. და ამ NGO-ების მამამთავარი ვინც არის მომიბრუნდა და იცით რა, ეს ჯერ გასარკვევია რას ნიშნავს სიტყვა მრუშობა. ეს თურმე გასარკვევი ყოფილა ინტელიგენციაში, უმაღლეს ერუდირებულ ხალხში და იმათთვის გააჩნია რას ქვიაო. თუ ეს ჯერ გასარკვევია, მაშინ ცოტა ყოფილა ჩვენი საქმე. სიმრუდის შობა, გაუკუღმართება ურთიერთობის. ამას კიდე განმარტება ჭირდება? არა, თურმე როცა სიყვარულით ვამრუდებთ, მაშინ კარგია. მაშინ მრუშობა არ არის და თუ სიყვარული არ არის და რაღაცა სხვა მოტივია, მაშინ მრუშობა არის. აი ახლა ვინ გაარჩევს ის ზღვარი, სიყვარული იყო თუ ფულის სიყვარული იყო თუ კაცის სიყვარული თუ რა. აი სულ ზღვარზე უნდა თავად გაიარა. და ეს დაიწყო იქიდან. თავის მართლება დაიწყო ადამმა და ევამ. და აი აქედან დაიწყო ყველაფერი.
ცოდაში ჩავარდა, მაგრამ ცოდე გამოსავალი სინანული შესაძლებელი იყო. და ნახეთ, უფალი როგორი მოწყალია. განა უფალმა არ იცის რა მოხდა. მაგრამ საოცარი სიტყვა არის ბიბლიაში, რომ გაიგონა ადამმა ხმა უფლისა, რომელიც 60-ში დადიოდაო. აქამდე არ ესმოდა. როგორ არ ესმოდა პირადად საუბრობდნენ. უფალმა მას კურთხევები მისცა და არის გაასწავლა, აჩვენა ყველაფერი. ესე იგი, გაიგონა, უცხო გახდა მისთვის უფლის მოახლოება. ეს უკვე მისთვის ნიშანი იყო, რომ რაღაცა შეიცვალა შენში. შენ და დაემალნენო. ადრე არ ემალებოდა, ეხლა რატო ემალები? დაიმალე ხო? უფალი იკითხება, ადამ, სად ახარ? უფალმა სად არის ადამი? სად ახარ? ადგილს კი არ ნიშნავს. რა მდგომარეობაში ხარ? სად ჩავარდი შენ? მაგრამ არ ეუბნება პიტრი, უბრალოდ ადამ, სად ახარ? აი თამდაბლობა უფლისა. თავის ყოვლის ცოდნეობას ტიროს დაჩtildeავს და არ ვიცი სად ახარ შენ და გამოჩდიო, გამოდი რა, მოდი ჩემთან ადამ. ადამი არა ვიცი რა, მე ისო გავიგონე შენი ხმა და შემეშინდაო და დავიმალეო. იმიტომ რომ შიშველი ვარო. აქამდე ვერ ხდებოდა რომ შიშველია, არა, აქამდე სხვათვით ხედავდა. დაიმერე უკვე უფალმა თქვა, რა, ის ხوار ჭამეო, მე რო გითხარი არ ჭამო. ნახეთ, როგორი თანდათან უფალი მიდის ხილებამდე. ჯერ ხმა გაიგონა, მერე დაიმალა, უფალმა კითხა, სადა ხარ? ეს ისევ ახლა მალავს რაც ჩაიდინა. და ისო ხო შემეშინდა. ადე ხوار გეშინოდა, ეხლა შეგეშინდა. ცლება მოხდა, ხვდები რა მოხდა. თვითონ თავის პირით მოწოს რა ცლება მოხდა და მაგრამ სახელს ვერ უწოდებს, რომ მე შევწოდე. და მე უკვე შემინდა, არა. და როცა უკვე იქნა მხილებული, მან თქვა, ხო, დედაკაც შენ შექმნი, მან მომცა და მე რა. აი ამიტომ ჩვენც ვართ გამოვარდნილი ადამიანთან ერთად და დაბრუნება როგორც ძალის მიერ მოხდა გამოვარდნა ადამიანისა და ეს ძალის ხმევა მასში იყო, მას აღარ შეიძლება ყოფნა, ასევე უფალი გეუბნება საშუფეველი ღვთისა, იოანე ნათლისმცემლიდანო იძულებით მიიღწევაო და ვინც თავს აიძულებსო, ის მოიპოვოს მას. ვინც თავს აიძულებსო, ესე იგი ის იძულება, რომელთა შენ გამოვარდი, შენი თავისუფალი ნების იძულებით შეიძლება დაძლეო ის იძულება და დაბრუნდეს სამოთხეში. ხო, არა სამოთხეში, სასუფეველში, უფრო აღმატებულში. აი ამ იძულებას ელოდება ჩვენგან უფალი. არ გვაიძულებს, მაგრამ თქვენ თვითონ თუ გინდათ, თქვენ თუ მოინდომებთ, თქვენ თუ ირწმუნებთ და აი დღეს ესეთი საკითხავი იყო. და პავლე მოციქული ამბობს, ეს რომელთა მიმართ ეპისტოლია და ესე უწყოდეთ ჟამი, რამე თუ აწვე არს ჟამი განღვიძებათ ჩვენ და ძილისაგან. აც უმახლობელ არს ჩვენ და ცხოვრება, ოდესღა ესე გვწმენა. აც უმახლობელ არს ჩვენ და ცხოვრება. გაღვიძები ჟამი არისო. რა, რომელ გაღვიძებაზე ელაპარაკობს? სულიერ გაღვიძებაზე. მე ყოველთვის მახსენდება ერთი შემთხვევა, აც განსენებული არქიმანდრიტი მამალი ფილარეტი ქუჩაში მოდიოდა და ტადიდან გამოვიდა და მე ტადიდან გამოსული ვიყავი და რაღაცა გვერდიგვერდ აღმოჩნდით ქუჩაში და ну ასე ვისაუბრე, მკითხა, მე უპასუხე, კიდე მკითხა, მე უპასუხე, აღარც მახსოვს რა მკითხა, არც რა უპასუხე არ მახსოვს. მაგრამ უცებ დასაუცნაური კითხვა, რამდენი გძინავსო? რა შუაშია ვიფიქრე, მაგრამ ну აი ალბათ 1-6 საათი, ხო, საკმარისია და გაგრძელა გზა. მე დავჭი ვფიქრობ, რატომ მკითხა? რამდენი გძინავსო? კარგა ხანი ვიფიქრე.
მეორე დღეს მივედი და ვთხარი მამა ფილარეთ თქვენ მე რაღაცას კითხოს მისვამდი და მე ეთქობა სხვა რაღაცას პასუხობდით ვერ ხვდებოდი ეთქვა მე ძილში ვარ მეთქი ძინავს გაიღიმა ხო ყველას ცოდვილი ძილით გვძინავსო აი ამ გაღვიძებაზე აქვს მოციქული გაიღვიძეთ იმიტომ ჩვენი გონება სავსეა ამ სოფლის რაღაცა საზომებით კრიტერიუმებით ღირებულებებით რომ შორს არის ღვთისაგან და შესაძლოა ამისով პასუხობთ ხოლმე ან ესე გვესმის ამიტომ რათასნაირი განმარტება წმინდა წერილისა თვითნებურად ვისაც როგორ და ისე მაგრამ თავის დაცემულობის შესაბამისად განმარტავს წერილს და უნდა გაიღვიძო და რას ამბობს უცებ მოციქული აც უმახლოებელ არს ჩვენთან ცხოვრება ეს იგი ჩვენ რა ცხოვრობთ ამ ცხოვრებით ღვთის წინაშე ეს არ არის ცხოვრება ეს პირობა რომ ჩვენ დავიწყოთ ცხოვრება ფიზიკურად თუ ფიზიოლოგიურად თუ ნივთიერად მატერიალურად კი ცხოვრობთ ცოცხლობთ ადამიანს თუმცა უფალმოდ როგორ კი შეჭამა მოკვდებიო 930 წელი ცოცხლა იმ ნაყოფის შეჭმის შემდეგ ფიზიკურად იცოცხლა და სულიერად მოკვდა რატო მოწყდა სიცოცხლის წყაროს და გახდა მოკვდავი მაგრამ ფიზიკურად როდის მოკვდება ამას არ აქვს მნიშვნელობა ეს მე იმას მოწყდი აი აქაც ამბობს რომ უმახლობელას ჩვენთან ეს ცხოვრება რომელი უფალი მოვიდა ქვეყანაზე და ცხოვრება ჭეშმარიტი მოიტანა ქვეყანაზე დაგვანახა ჩვენ მადლის უსწრებისა მოგფინა ჩვენ რომ გავცოცხლდეთ გავიღვიძოთ და გეუბნება მოციქული რომ უახლოებელს არ ჩვენთან ეს ცხოვრება მაგრამ ჩვენ ხედავთ გრძნობთ მიყვებით ამ ცხოვრებას აი ეგ არის საკითხავი და როგორ მიყვეთ მას ეს გეუბნება ხო უმახლობელს არს ჩვენთან ცხოვრება ოდესღა ეგე გრწმენა თუ არ ვირწმუნეთ ქრისტე მაცხოვარი ღმერთკაცი მოსულ ჩვენთან ხსნისათვის და ჩვენი ხსნისათვის ჯვარს ეცვა და აღდგა ვკდრეთით და ძლია და სულწმინო უკფინა ჩვენ ეს აქ წამს მაშინ ჩვენ ამ ცხოვრებაში ვერ შევდივართ თუ კარი ამ ცხოვრებისა ქრისტეა და ჩვენ ამ კარზე თუ არ ვამბობთ იქ ვერ შევდივართ და გეუბნება მე მოციქული რომ ღამეგი განგვეშორა და დღე შემოგვიახლა განვიშორეთ უკვე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისა ვითარცა დღეს ეშინა შვენიერად ვიდოდეთ ნუ სიმღერითა და მთრალობითა ნუ საწოლთა და ბილწებითა ნუ ხდომითა და შურითა არამედ შეიმოსეთ უფალი იესო ქრისტე და ხორცთა ზრახვასა ნუ ყოფთ გულის სათქმელად აი ამ ახალ ცხოვრებაზე გეუბნება მოციქული და ეს ცხოვრება მან თვითონ განიცადა თვითონაც გაიღვიძა თუმცა დამასკოს გზაზე უფალი გამოეცხადა მას და თავი დაждდა უფლისათვის რომ მან გაიგო რა არის ცხოვრება ჭეშმარიტი ჯულს იცავდა მაგრამ გარეგნულ შესრულების ჯულისა ჯერ ცხოვრება არ არის ეს საწინდარია რომ გზა რომ მოგიყვანოს ცხოვრებაში მაგრამ შეხვალ შენ თუ არა თუ დევნე ქრისტე თუ არ მიიღე ქრისტე შენ ვეღარ შედიხარ იქ და ამიტომ რადგან ეს უჭირდა უფალი მოვიდა მასთან დამასკოს გზაზე და რასამ დევნი მე სავლე რისთვის დევნი მეო და ინანა და მოიქცა და ამიტომ თავისი გამოცდილებიდან გეუბნება რომ მოახლებული არის ეს ცხოვრება ნათელი მოახლებული არის ქრისტე აქ ჩვენთან არის სულიწმინდის მადლი გადმოსულია და ნუ შემდეგ უკვე დარიგება ხდება როგორ უნდა გქონდეს ურთიერთობა რომ ვინ ძლიერია უძლური უნდა იტვირთოს არ განიკითხოს სულიად ძლიერს შეუძლია მეტი თავისუფლება რომ მას საზომი აქვს რა არის სათო ღვთისიაში და რა არა და ვინც სუსტია ჯერ კიდევ არ არის ფეხზე დამდგარი სარწმუნოებაში
ის მაინც რაღაცა იმ გარეგნულ კანონებს მიყვება და ამიტომ შეიძლება ჩავდეთ გაკითხვაში. ან ერთიც ან მეორეც. ძლიერმა სუსტი განიკითხოს, რა მოგივიდა კაცო ეს არაფერია და ამაში რას გაკეთე მე შეიძლება წარწყდე ახლა ეს გავაკეთო და ამიტომ ნუ განიკითხავთ ერთმანეთსო. ძლიერი სუსტა და სუსტი ძლიერსა რამე თუ გეუბნება პირდაპირ და ნუ განიკითხავთ რამე თუ ღმერთთან ინ შეიწყნარაო ერთიცა და მეორეცა და შენ ვინ ხარ რომელი განიკითხავ სხვისა მონასა თვისა უფლისა დგეს გინა თუ დაეცეს დგესა მე რამე თუ შევლებელას ღმერთი დადგინებად და აღდგინებად მისდა აი თითოეულს თავის-თავი აქვს მისახედი მაგრამ ხედავთ ჩვენ თავში რა მდგომარეობაში ვართ გავიღვიძეთ გამოვცოცხლდით ამ ცხოვრებას ვეზიარეთ თუ არა ამ ცხოვრებაში ჩვენ რამდენი ნაბიჯი გადავდგით კარი გაიღო ერთ ნაბიჯს გადადგამ შეხვალ მაგრამ იქ ხო კიდე უსასრულო ცხოვრება იწყება აი იქ შენ ხარ წარმატებული თუ გაჩერდი იმ კარებთან და აღარ მიდიხარ ასად კაი კარი გაიღო და აეტუზე იმ კარებს და არა უფალი გეძახის მეც გაძლევ მოდი აი საოცარი დამავისო დღეს ეს ფიზიკოსები ასტროფიზიკოსები მივიდნენ დასკვნამდე რომ სამყაროს აქვს საზღვარი და აღმოჩნდა რომ ეს სივრცე ირიბია და სადაც იკვეთება და ეს საზღვარიც უნდა იყოს მაგრამ სად არის ეს საზღვარი არ იციან ვერც აღწევენ ეხლა დაახლოებით წარმოიდგინეთ რომ აი ფეხბურთის ბურთი აიღო და დასვა ჭიანჭველა და იმან ეძებოს საზღვარი ამ ბურთისა დახოხავს ვერ იპოვა საზღვარი რატო საზღვარი აქეთ ზევით არის ის ვერ არის ზევით საზღვარი აქვე არის როდესაც ადამიანი გადის ამ სოფლიდან იმ წამსვე ის კვეთავს იმ საზღვარს ამ ცხოვრებიდან გადის იმ ცხოვრებაში ამ საზღვარს ძებნა კი არ უნდა გზა ამ სამყაროდან იმ სამყაროში ქრისტეა ქრისტე იპოვეთ ქრისტეს მიერ იცხოვრეთ განამროთ თქვენში აღსაზრდოთ სიყვარული გამრავლეთ და თქვენ უკვე ძეცის მოქალაქე ხდებით ამიტომ დღეს ეკლესია იხსენებს ადამიანის განდევნას 60-დან რათა ჩვენს მივხვდეთ რომ ჩვენს განდევნილი ვართ ადამიანთან ერთად და მისი მოდგმა ვართ მაგრამ როგორც ადამიანის შესაძლებელია დაბრუნება უფალთან და უფალმა აღადგინა ადამი მაგრამ პირველი აბაზაკი შევიდაო 60-შეშია და მერე უკვე ადამი და ევა აღადგინა ასე ძალოც ღმერთს აღდგინება ჩვენი ამ ცხოვრებაში რათა ცხოვრება საუკუნოდ დავიმკვიდროთ ჩვენ მერთვა დაგლოცოთ გახაროთ და დღეს საღამოს 4 საათზე დაიწყება წუხრის ლოცვა და შესრულდება შენდობის წესი ყველა სეანსს შენდობას გთხოვთ აი ხაც დიდხანს გესაუბრეთ დაღლილები ხართ მაგრამ მე მგონი უსარგებლო სიტყვა მე არ მithქვამს არც ერთი და მადლობა ღმერთს ამისთვის